არ დაგიმალავთ, ძალიან ხშირად მიკითხავს ჩემთვის, ოდესმე მართლა თუ შევძლებ გულიანად გაცინებას, თქო? და ძალიან მენატრებოდა ეს განცდა, როცა მსუბუქად ხარ. ნიღაბი კი არ გიკეთია და ისე კი არ იცინი, მართლა გეცინება და მართლა მსუბუქად ხარ. ხო და უდიდესი მადლობა მინდა ვუთხრა ფუ პოდკასტის ბიჭებს. რომლებმაც საოცარი გარემო შემიქმნეს და ეს ემოცია ძალიან დიდხანს გამყვა მერე და ვიგრძენი გაზაფხული. და კიდევ ერთი, მე ალბათ 12-13 წელია ჩემს ინტერვიუს ქვეშ და ჩემზე გაკეთებული სიუჟეტის ქვემოთ, ხო წარმოგიდგენიათ, რამდენი ინტერვიუ მაქვს მიცემული. კომენტარი არ წამიკითხავს, იმიტომ რომ ხასიათი არ გამიფუჭა ტოქსიკური ადამიანებისგან. და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა და მადლობა ცოტა კიდე ფუ პოდკასტის მაყურებელს. აი იმ საოცარი სიტყვებისთვის, რომელსაც წერდით და რომელსაც წერთ და მართლა დამაჯერეთ, რომ სიბნელე ვერასდროს ვერ დაამარცხებს სინათლეს, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს ძალიან ბევრ ჩვენგანს ამაში ეჭვი-გვეპარებოდა. უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ მე უკვე ვიცი, რომ სიცილი შემიძლია. და მადლობა ბიჭებს, ჩემთვის სიცილის დაბრუნებისთვის. ბუბულიკოც მოვიდა.